მოგესალმებით დილამშვიდობის. როგორც იცით 2014 წლის 9 დეკემბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 21 რაუნდი. ორივე სამუშაო ჯგუფმა განიხილა დღის წესრიგის უკლებლივ ყველა საკითხი. ორივე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გაიმართა საფუძვლიანი დისკუსია უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ კონტექსტში იმ საგანგაშო ვითარებაზე და საფრთხეებზე, რომელსაც ქმნის მოსკოვსა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების შორის 24 ნოემბერს გაფორმებული ეგრეთ წოდებული თანამშრომლობის და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება. აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ეს ქმედება მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და წარმოადგენს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონის აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს. ნათლად წარმოაჩენს რუსეთის კიდევ ერთ მცდელობას ოკუპაციით და ანექსიით ხელი შეუშალოს სუვერენული სახელმწიფოს პროდასალურ არჩევანს. ორივე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში კვლავ მოუწოდეთ რუსეთის ფედერაციას უარი თქვას იმ ქმედებებზე, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და პრინციპებს და რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. უსაფრთხოების საკითხების განხილვისას საგანგებოდ გაესვა ხაზი კიდევ ერთ ვითარებას, კერძოდ 5 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხინვალის რეგიონში დაწყებულ სამხედრო საველე თხრნებს, რომელშიც მონაწილეობდა 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 200 ერთეული ტექნიკა და ასევე გამოიყენებოდა ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე შეტევითი ხასიათის შეიარაღება და სანავიგაციო სისტემები. ქართული მხარე აფასებს და მიესალმება თანათავმჯდომარეების და საერთაშორისო თანამეგობრობის საქართველოს ერთსულოვან მხარდაჭერას, რომელიც მიმართულია რუსეთის დესტრუქციული ქმედებების შეჩერებისაკენ. საქართველოს, როგორც იცით, ძალის გამოუყენებლობაზე ვალდებულება შესაბამისად 2013 წელს აიღო და ასევე პირნათლად ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. სამწუხაროდ ეს ჩვენი ძალისხმევა და ქმედებები გამუდმებით იგნორირებულია რუსეთის მხრიდან. ოკუპირებულ რეგიონში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების არარსებობის, რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობაზე ვალდებულების აღებაზე უარის თქმის და ოკუპირებულ რეგიონებში მილიტარიზაციის გაგრძელების პირობებში საქართველოს კვლავ გააგრძელებს მის ძალისხმევას, გამოიყენოს მის თხელთ არსებული ყველა რესურსი, რათა მოახდინოს საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური მობილიზაცია. ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ძალის გამოყენების გარეშე შესაძლებელია ფაქტობრივი ანექსიის განხორციელება. ამიტომ ამ საგანგაშო ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც ემუქრება რეგიონალურ უსაფრთხოებას, მიმართავთ თანათავმჯდომარეებს და იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ, გააორმაგონ თავის ძალისხმევა, რათა შეიქმნას უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმი. მხოლოდ მყარი და ფუნქციონალური უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმი იქნება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის გარანტი. ამიტომაც ქართულმა მხარემ ამ რაუნდზე, როგორც იცით, უპირობოდ ითხოვს რუსეთის მხრიდან ძალის გამოუყენებლობაზე ვალდებულების აღებას. მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი, მათ შორის საქართველოს უაღრესად მნიშვნელოვანი დევნილთა და ტოლმილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობა. ამ ჯგუფის ფარგლებშიც, ისევე როგორც პირველი ჯგუფის ფარგლებში, განხილული იქნა მოსკოვს და სოხუმს შორის გაფორმებული ეგრეთ წოდებული ხელშეკრულებით გამოწვეული ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული შეფასებები და საფრთხეები. დეტალურად იქნა განხილული საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილების თავისუფლების და სხვა ადამიანთა უფლებების დარღვევების შემთხვევები, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების საკითხი, დაბრკოლებები, რომლებიც გალსა და ახალგორში მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას ექმნება და მათ შორის ეს არის დამატებითი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნები. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ასევე შედგა არსებითი მსჯელობა იძულებით გადაადგილულ პირთა დაბრუნების აუცილებლობის შესახებ და ამ ჯგუფში როგორც პირველში ასევე დადგა და ხაზი გაესვა იმ აუცილებლობას, რომ ამ ჰუმანიტარული კუთხით ასევეა საჭირო საერთაშორისო მექანიზმების ჩამოყალიბება. ეს არის მოკლედ, გეტყვით, რომ მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი დაგეგმილია 2015 წლის მარტში, 17-18 მარტს. ეს არის ჩვენი მოკლე შეფასება იმ ჟენევის რაუნდის, რომელიც გაიმართა ამ 2 დღის უკან. ვრცელი განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს იდება და დევს ჩვენს ვებგვერდზე, შეგიძლიათ გაეცნოთ. ეს იყო სულ ისიც თქვაც მინდოდა დღეს.